გამარჯობა მეგობრებო, თქვენ ჭამს ღმერთის ხილი. ღმერთის ხილის ეხლა სეზონია. და ღმერთის ხილი რა არის? ღმერთის ხილი არის კარალიოკი. კარალიოკი ხურმა. ბერძნები, ანუ ბერძნულად ეძახიან კარალიოკს ღმერთის ხილი. ანუ იმდენად სასარგებლოა ჩვენი პირველ რიგში ჩვენი გულისთვის ძალიან სასარგებლოა მეგობრებო. ეხლა სეზონია, ბოლომდე უყურე ვიდეო, ეს ხილი რომელი ადამიანისთვის ჭამა არ შეიძლება, მაგისი ჭამის წესი როგორ არის, რომ ყველა ადამიანმა მიიღოთ თავისი სასარგებლობა. ამ ხილის სასარგებლოა. დიაბეტიანი ადამიანსაც იჭმება. ვისაც გულის დაავადებებია, ესეთი ადამიანსაც იჭმება და განსაკუთრებული ეგეთი ადამიანი, ვისაც აქვს მაგალი ცუდი კოლესტერინი, ეგეთი ადამიანმა აუცილებლად უნდა ჭამა. მეგობრებო, ხანგრძლივი ცხოვრებისთვის რა სჭირდება? მაგისთვის ყოველ დღე, ყოველ წელს, ყოველ თვე ტარდება კვლევები და ყველა კვლევებში რას ამოდის, რომ ტენინს, კეროტინოიდები, პოლიფენოლები ეს არის ანტიოქსიდენტები, რომელიც საჭიროა ხანგრძლივი ცხოვრებისთვის და აქედან ეს ყველაფერი შედის კარალიოკში. ღმერთის ხილზე მეგობრებო, ბევრი კვლევები არის ჩატარებული. დღეს იმ კვლევების პასუხზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ. პირველი კვლევა ეს არის, რომ მაგაში ნაპოვი ბოჭკო და მაგაში ნაპოვი ტენინები რა შვებიან? ეს აერთიანებს ჩვენი ნაგველს მჟავად, რომელიც აკავშირებს ცუდი კოლესტერინი. ანუ ეს ტენინები და ბოჭკო ერთად რო შედის დიდი რაოდენობით, იმ შემთხვევაში ცუდი კოლესტერინის შემცირებაში დაგეხმარება კარალიოკი. და იგივე ტენინები და ფელონენიკ მჟავა, რომელიც შედის დიდი რაოდენობით, დაგეხმარება, რომ ეგეთი ადამიანი, ვისაც აჩუქებს ართრაიტისი. ართრაიტისის ანთება რო არის, ძვლების ანთება, საქსრების ანთება. იმ ანთებასაც ამცირებს ეს ჩვენი ძამთრის ხილი, რომელიც ახლა საქართველოში ყველგან არის და კიდე იქნება კარალიოკი. ეგეთი ადამიანი ახლა ახალი წელის მოდის, ვისაც აჩუქებს ცუდი პახმელი. ალკოჰოლი როცა მიდის ჩვენი ნაწლავებში, იქიდან სიცხლში რო ბევრი ალკოჰოლი არ წავიდე, დაგეხმარება, იმიტომ აქ შედის დიდი რაოდენობის ბოჭკო, რომ ეს ალკოჰოლი წავიდე პირდაპირ გარეთ. რა თქმა უნდა, ადამიანი როცა სვამს 5 ლიტრა, იქიდან მაინც წავა სიცხლში, მაგრამ კარალიოკი მაინც დაგეხმარება, იქიდან ბევრი ალკოჰოლი არ წავიდე სიცხლში და მეორე დღე პახმელის ცუდი შეგრძნობა თავის ტკივილები რო არ ლაიკოპენი შედის მეგობრებო. ლაიკოპენი არის ერთ-ერთი კიბოსაწინამდგონი ნივთიერება, რომელიც შედის ჩვენი კარალიოკში, პლუს გულის ზამთრობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ლაიკოპენი. კიდე ერთი ნივთიერება შედის ლუტენი, რომელიც ასაკის საწინამდოა. ადამიანი ყოველ დღე როცა სტრესია, პოზიტიური, ნეგატიური სტრესი მაინც პატარა ბავშვს სტრესია. ოქსიდიური სტრესს ამცირებს და ეხმარება ხანგრძლივი ცხოვრებისთვის. კიდე ერთი ნივთიერება შედის, რომელიც ეძახიან ძიაზაითინ. ძიაზაითინ ჩვენი თვალებისთვის არის სასარგებლო. ეს ნივთიერება ეხმარება, რომ დიდი ხანი ჩვენი მხედველობა იყოს წესრიგში. ერთი საინტერესო ნივთიერება ბიტულინიკ მჟავა შედის, რომელიც ნებისმიერ ადგილზე როცა ცხიმი გროვდება, მაგის საწინამდოა, ცხიმი გროვა, არა მარტო გარეთ, ჩვენი უჯრედები, ცუდი უჯრედები რო ერთად გროვდებიან, მაგისი საწინამდგო არის ეს ნივთიერება. 2000 წელს მეგობრებო გაკეთდა ერთი კვლევა, რომელმა აჩვენა, რომ პერმისონი, ანუ ეს ხილი, ხურმა თუ კარალიოკი ეხმარება მაგალი წნევაში, ანუ როცა იმ ადამიანს ეხმარება, როცა აქვს წნევა მაგალი. გულის შეტევების რისკს ამცირებს. როგორ ამცირებს? როგორც არის ჭარხალი. ჭარხალში იპოვება ნიტროქსაიდი, ანუ იპოვება კი არა, უმატებს ჩვენი ორგანიზმში, ჩვენი
ძარღვებში ნიტრიკ ოქსაიდი უმატებს და იმ შემთხვევაში ეს არის ფართო. როცა ფართო ზარღვებია, სისხლის მოძრაობა კარგად არის და გულის შეტევების რისკი არის დაბალი. ანუ გულის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საუკეთესო ხილია შედის მეგობრებო ტენი-მჟავა, რომელიც თქვენ ნახე, როცა ყვახე, რო პირს ნახე, როგორც რაღაცანაირად რო გახდება. იმ შემთხვევაში, როცა ზედმეტია ეს ტენინები, ყველა ადამიანს არ უხდება, ვისაც აქვს ნაწლავის პრობლემა, კუჭის პრობლემა, იმ ადამიანმა უნდა მოერიდო ამ ხილის ჭამაში. შეიძლება ჭამის მერე მალე ტუალეტში გასულა, ან კუჭის ტკივილი. დიაბეტიანი ადამიანი ყველა ფიქრობს, ვაიმე ხილი, რომელი ხილი მიჭმება. ნახე 2007 წელს გაკეთა ერთი კვლევა, სადაც იჩვენა, რომ აქ შედის ბოჭკო რაოდენობით, რომ მაგის ჭამის მერე არ გაიზარდა შაქრის რაოდენობა, მაგრამ ნახე მე როგორც გეტყვი, თქვენ თუ გინდა გააქვთ დიაბეტიანი ადამიანი და გინდა მყაი-მწიფე კარალიოკის ჭამა. პირველ რიგში კარალიოკის ჭამე ყოველთვის საწმელის მერე არ უნდა ჭამო ხილი ხოლმე, მაგრამ ეგეთი შემთხვევა თუ გააქვთ დიაბეტი, იმ შემთხვევაში ნაჭამი გააქვთ სხვადასხვა საწმელი, ბოჭკო გააქვთ ნაჭამი, ბოსტნეული გააქვთ ნაჭამი, ცხიმი გააქვთ ნაჭამი, ცილა გააქვთ ნაჭამი, ბოლოსკენ ნაჭამი კარალიოკში, როდესაც შედის ერთი კარალიოკში დაახლოებით 15 გრამი შაქარიც შედის. ანუ ადამიანის რასაც ჭირდება, იმაზე 3-ჯერ მეტი. ჩვენი სისხლში ხო 5 გრამი შედის ტრიალებს მარტო და იმდენი ჭირდება. ზედმეტი უკვე ტოქსიკურია. თქვენ თუ გინდა ჭამა, საწმელის ზუსტად მერე ჭამე. იმ შემთხვევაში სისხლში გლუკოზის რაოდენობა არ გაიზარდება, ნელა გაიზარდება. და იმ კვლევაში კიდე ერთი რამე იპოვე, რომ ნაჭამი ნახშირის წყლების მეტაბოლიზმიც სხვანაირად გაკეთდა. ვიტამინი კაი რაოდენობაში, რომელიც ჩვენი პიგმენტისთვის, ანუ თვალისთვისაც კარგია, პლუს ბეტა-კეროტინი, აი ეს ფორთოქლისფერი ნებისმიერი ეგეთი ხილი ბოსტნეული ბეტა-კეროტინი შედის. ძალიან სასარგებლოა ჩვენი კანისთვის, ჩვენი თვალებისთვის. და ეს ხილი, კარალიოკი მეგობრებო, ჩვენი გული, ჩვენი ფილტვები, ჩვენი თირკმელი სამივესთვის სასარგებლოა და ძომიერად ყველა ადამიანს იჭმება. მაგრამ როგორც გითხარით, თუ გაჩუქებს დიაბეტი საწმელის მერე და ადამიანს დიაბეტი რო არ აჩუქებს, ნებისმიერი დრო ჭამა შეიძლება ერთადერთი მარტო კუჭის პრობლემებში, ნაწლავის პრობლემებში, irritable bowel syndrome ვისაც აჩუქებს, იმ ადამიანის, ანუ იმიტომ არ აქვს ფერმენტები, საკმარისი ტენინები შედის და ვერ გადაამუშავებდა კუჭში გარბენა, ან კუჭის ტკივილი შეიძლება იყოს. დიდი რაოდენობის C ვიტამინი. და იმუნიტეტი ძლიერი როდის სჭირდება, როცა სიცივეა, ბევრი სიცივეა და ბუნებამ ნახე სეზონზე, როცა ჭირდება მაგ დროს მოგცა ჩვენეს. იმიტომ ეს ეხლა სეზონია, ჭამე ეს ხილი აუცილებლად იმუნიტეტი რო გააძლიერო, პლუს კოლაგენი, C ვიტამინი თუ დაბალია, კოლაგენის რამდენი ფხვნილი, რამდენი ტაბლეტი გინდა ჭამე, იქნება სულ გადაკრილი ტუალეტში. C ვიტამინიანი სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, მაგალითად C ვიტამინი, ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი გვიძლი თვითონ გააკეთებს კოლაგენი. თვითონ გააკეთე. კი ბატონო, მოკუცი ადამიანს დანამატი ჭირდება, მაგრამ დღეს 20 წლის, 25 წლის, 30 წლის ადამიანიც იგებს ტაბლეტებში კოლაგენი. ეს საჭიროება არ არის. ნაწლავებიდან რო გაასუფთავო. ანუ კაბზობის პრობლემისთვის საუკეთესო. ანუ ნახე, გულიდან დაწყებული თირკმელი ფილტვებისთვის, თლიანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ხილია, ყოველდღე ერთი მწიფე მაინც უნდა ჭამო. და დიაბეტიანი ადამიანი კიდე მესამედ გეუბნები პორცია, ან 1 ან 9 საწმელი ჭამის ზუსტად მერე გიჭმება. იმედია მოგეწონება ეს ინფორმაცია, კარალიოკი ჭამე, ძალიან სასარგებლო ხილია ბუნების მისცემული ჩვენ. კარგად და ჯანმრთელად.